სულ შემთხვევით გადავაწყდი. სხვა მხარეს მივდიოდი. სულ სხვა მხარეს. და გადავაწყდი. ნახეთ რა მხელა კომპლექსია. აი აქედან იწყება. ზევითაც ნაშთებია, გვერდითაც ნაშთებია, ყველაფერს დავათვალიერებ ახლა. ვინ იცის რა დინდელია. ხეში შეზრდილი არის. კი არა და ხე არის კედელში შეზრდილი. აი. ივეძებდი ბატონის სასახლეს, მაგრამ აქ არ ველოდი. საქონელი და კუნთრუშობს სოფელი არ არის შულს. ეს ახლა ჩემი აღმოჩენა კი არაა, მაგრამ მაინც საერთოდ უყურადღებოდ არის. საერთოდ მიგდებოდია. რამხელა კომპლექსია. ეს სასახლეა. ეს სასახლეა. ეს სასახლეა. და ზევითაც არის გრძელდება შენობები. ზევითაც შენობა. მთელი კომპლექსი არის მიტოვებული და დავიწყებული. არც სახელი აქვს, არც გვარი. ზევითაც შენობებია. მაგრამ დაბადათისა. მთელი კომპლექსია. ზევითაც რამდენიმე შენობა. სოფელი კვერნაულების ტერიტორიაზე ვარ. ამხელა კომპლექსი მიტოვებული. მართლა არასდროს მინახავს. კიდე გრძელდება ზევით და იქით. საბუხრე. აი კერაც. ან არა. ესეც შიდაც საბუხრე მეგონა და შესასვლელი ყოფილა. ამხელა კომპლექსი ეს მიტოვებული რატო გვაქვს მეგობრებო? ხალხო რატო გვაქვს მიტოვებული? ამან შეხელი. აი ეს საყდრე ადგილი.
რა იცი ახლა სად რა იდგა აქ. მიწაა ზევიდან უკვე გადმოწოლილი გუმბათი რა თქმა უნდა ჩამოქცეული იქნება. მაგრამ ეს შესასვლელი აქვს. თუ საფდარი იყო ეს შესასვლელი აქვს. რანაირად. ნახეთ რამ ხელა ხეები აქვს. ემებზე ამასალა. ან ბატონის სამყოფელი ეს იყო. ან ციხე დარბაზი ეს იყო. ალბათ უფრო დარბაზი. ეკლესიის ქვით აქვს უფრო ადგილი შემოსასვლელში. აქ აბანოებიც იქნებოდა, ხელა კომპლექსია. დიდი დაშლილი კომპლექსია. ორი გეობით ადია. ხვარძროხა დათუმგელი. შეიძლება ტახიც. კვალი ისეთი არის რომ აქ ნადირიც დადის. აი კიდევ ნანგრევები. ქვების ზევიდანაც არის ჩამოყრილი. შესაბამისად ამის ზევითაც არის რაღაცა ნაშთები. იქითაც სულ ნანგრევებია. აი აქეთაც ამ ხელა კომპლექსი გქონდეს და გათხრილიც არ იყოს. სიცხვილია. არც ვიცით ვისი რა არის ბოლომდე. ვინ იჯდა აქ ბატონი. ვინ იყო ამის პატრონი. ზევითაც არის. აი ესეც კოშკი. ესეც კოშკი. ოჰო. შეიძლება დილეგი იყო. შეიძლება წყალსაცავი. დილეგი იყო. აი შემოსასვლელი. თავი ჩამოქცეული აქვს და აღარაფერი ჩანს. ის სარკმელი ქონია. ამ ხელაა შეხედეთ. ამისთვის ხელი შეუულიათ. ოდესღაც. აი შესასვლელი. ამ ხელაა ეს დალოცვა.
ამ კოშკის ძიებაში ვიპოვე ის მთელი ნასახლარები. ბატონის ადგილი, სადაც იჯდა თავისი დარბაზით, სამლოცველო სავარაუდოდ, დილეგი სავარაუდოდ და ათობით სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები, რომლებიც მიწას აქვს უკვე შეჭმული. აი წარმოიდგინეთ ერთი წამით, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ეს ჩვენი სახლები არის 100 ან 200 წლის შემდეგ. რას დაემსგავს სააქაურობა? მოგვეწონებოდა ჩვენი სახლები, ჩვენი ოფლით ნაშენები, რომ ესე მიეტოვებინოს ჩვენ შთამომავლობას. მე მგონი არავის მოგეწონებათ. უარეს ვიტყვი ახლა. შეიძლება 200 წლის მერე თუ ესეთ ნამოსახლას იპოვიან ჩვენი შთამომავლობა. აი ესეთ ნანგრევებს ხა. ვერც მიხვდნენ აქ ვინ ცხოვრობდა. ჩვენ თუ ვინმე სხვა გადამთიელი. ან უცხო უბრალოდ. აი ესეა, ესე იკარგება ისტორიაც და ცნობიერებაც. ერი ცნობიერების გარეშე გვდარია. ბიომასა. დავემსგავსოთ ბიომასას. ვიყოთ ბიომასა. ისაც გინდათ ვიყავით. მე ვეცდები რომ ბევრი ასეთი ადგილი ვიპოვო ხელახლა. და აღწერო